გამო აქციაზე ხომ გვდევნიდნენ, ბანერებზე ვწერდი და ამის გამოც გვიჭერდნენ და ახლა უკვე Facebook პოსტებსაც დაუწყეს დევნა, რაც ალბათ გიორგი ტუმასიანს არ გაკვირვებია, რომელიც ჩვენთან ერთადაა უკვე ეს თავადი მოგება ამ გამოცდილებაზე. კი ბატონო, პირველ საათზეა დაბარებული ჩვენთან უფლებების საქართველოს პროექტების კოორდინატორი ხატი არეხუიაშვილის და ამ ადამიანებს მე მგონი ბევრი აქვს სათქმელი გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მადლობა რა თქმა უნდა, გიორგისგან დავიწყებთ, იმიტომ რომ აგერ ჩვენი ეთერიდან მოუწევს ალბათ პროცესზე გაქცევ. გიორგი, შენი გამოცდილება და მოგვიყვება სანამ გუშინდელ მძიმე ამ კი და თან ერთგვარი შეფასებაც რას გავდა ეს ყველაფერი სანამ მათ ეს დღე იქნებოდა და გამოაცხადებდნენ რომ უსჯიდნენ 4 წელსა და 6 თვეს მანამდე მართლა არ ვიცი 20-ზე მეტი ადამიანი იქნა დაბარებული თითქოს რაღაცა მიმართული იყო ეს ყველაფერი იმისთვის რომ რაღაცა სახით გადაეფარათ მაგრამ რას უნდა გადაეფარა ასეთი მძიმე ამ ორივე საქმის ერთმანეთთან გადაფარვა უნდათ იმიტომ რომ ერთი მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მათე დევიზისადმი და ჩვენი პოლიტიკური პატიმრებისადმი სოლიდარობა არის ჩვენი და ეს სრულად უკანონო არის ის რასაც რეჟიმი ამ ადამიანების წინააღმდეგ ახორციელებს მაგრამ მეორე მხრივ რაც წამოიწყეს ახლა ამ Facebook პოსტების გამო ამავდროულად ესეც არის მნიშვნელოვანი პროცესი შეიძლება ითქვას რომ პრეცედენტული არის ახლა დაიწყეს ამ პრაქტიკის დანერგვა და რაზე არის საუბარი ჩემს პოსტში რომელშიც მე დავებიან სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას რეალურად მე მაქვს ნახსენები სიტყვები მარიამ ლაშქრის მიმართ კონკრეტულად თანამედროვე ბოლშევიკი და სამშობლოს მოღალატე ეს არის პოლიტიკური შეფასება რომელიც არის ბუნებრივი პროცესი პოლიტიკური პროცესის ნებისმიერ მოქალაქის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება მე არ წარმომიდგენია არჩევნები სადაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ საშუალება რომ სამშობლოს ღალატში ან თანამედროვე ბოლშევიკში ან იდენტურ ნებისმიერ ანუ ეს ხო ამ ორ სიტყვაზე არ არის კონკრეტულად საუბარი იდენტურ ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკის საშუალება არ ექნებათ სახელმწიფო თანამდებობის პირს რომელიც ერთდროულად მმართველი პარტიის წარმომადგენელია და მათ შეუძლიათ ღიად ლანძღონ მთელი ოპოზიცია როდესაც აი ეს კანონში ეს ცვლილებები შევიდა რის საფუძველზე ახლა შენ გადავებიან და ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებებია ჩვენ გვახსოვს მე თუ სწორედ გონს დუბაიში მომხდარ ამბავს მოაყოლეს ეს საკანონმდებლო ცვლილებები რომ მე რო გახშირდა თუ თეატრულუკიანის ამას აღარ მახსოვს რომელიღაცა ესეთ მოვლენას უცებ მოაყოლეს საკანონმდებლო ცვლილება რომ ამით ებრძოლოთ მაგრამ მაშინ გაჩნდა ესეთი კითხვა და მე მქონდა ესეთი კითხვა რომ რას ნიშნავს შეურაცხყოფა რისი შეფასება ვინ აფასებს შეურაცხყოფა ანუ მაგალითად მე შეურაცხყოფელი სიტყვა ბოლშევიკობა შეურაცხყოფა არის თუ არა ამას ვინ საზღვარს დღეს შეშფოთებდა და ეტაპზე ვართ ანუ რა საერთოდ ამ შეფასებას საერთოდ რამე დაგვრჩა იურიდიული ძალა საერთოდ იმიტომ რომ იგივე რაც ხდება სასამართლოში რას უპირისპირებენ და რაც არ უნდა არგუმენტები ქონდეს საცვის მხარეს რას იღებს პასუხად არანაირი აზრი ამ სასამართლო პროცესში განხილვის არ არის სასამართლო ემორჩილება კლანს რომელიც ემორჩილება საბოლოო ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენ ვიცით როგორ არის მოწყობილი სისტემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ რუსეთზე არის დღეს მთლიანად ჩამოკიდებული და ამის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ჩააბარა მთელი ჩვენი სახელმწიფო სისტემა პოლიცია ჯარი უსაფრთხოების სისტემა პროკურატურა სასამართლო ანუ ჩვენი სახელმწიფო სისტემა დღეს იმართება არა ეთნიკურად ქართველების არამედ მათ უკან მდგომი ეთნიკურად რუსი ფსბ-ს თანამშრომლების ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა დღეს და შესაბამისად ეს ადამიანები წარმოადგენენ ამ საოკუპაციო ძალას. ქართველი ერი ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ერთადერთი ისტორიული საქმით იყო დაკავებული. ეს არის განთავისუფლება რუსეთისგან, აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ და ეს იყო ყოველთვის ისტორიის სწორი მხარე, ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს დგავართ და უნდა გვესმოდეს რომ დემოკრატიული გზით ამათი ცვლილების შესაძლებლობა არჩევნების უბრალოდ წაგვართვეს იმიტომ რომ ეს ფსბ-ს თანამშრომლები არ აპირებენ დაგვითმონ ქვეყანა ფლეშმობები დემოკრატიული პროცესები ჩვენი პროტესტით გინდა მილიონი ადამიანი გამოიყვანე გარეთ სამწუხაროდ ერთადერთი გზა რომელიც რჩება საქართველოს მოქალაქეებს ეს არის ისეთი გაერთიანება და ისეთი პარალიზება სისტემის გადატეხვა სისტემის რომლის მეშვეობითაც ჩვენ მოვახდენთ ქართველი ერისთვის სამშობლოს დაბრუნებას 1921 წლის მდგომარეობა როცა ქვეყანას ვკარგავთ შესაბამისად აქ ეხლა ჩვენს მიმართ ეს საქმეები უბრალოდ იმისთვის არის რომ შეგვაშინონ ჩვენ კი არა მთელი საზოგადოება ჩვენს მეშვეობით რომ ეს გაჟღერდეს რომ ადამიანებს შეეშინდეთ Facebook პოსტის ქუჩაში გამოსვლის პროტესტის და ასე შემდეგ და თან ძირითად საქმიანობას მოგწყვიტონ ძირითად აღარ რეჟიმს უნდა ეშინოს გიორგი რა გზა გვჭირდება მაშინ აი ხათი ამბობს რომ მართლმსაჯულების ინსტიტუცია აღარ გვაქვს და ეს ფაქტია რომ ასეა ძალიან დიდი ხანია და თუ რაიმე შერჩენია ამ გზას, როდესაც ადამიანები სასამართლოში მიდიან, ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა და თან ის რომ ადგილობრივი რესურსები ამოწუროთ იმისთვის რომ მე საზღვრების გარეთ გავიდე და სამართალი იქვეზებოს. მაშინ რა გზა რჩება ქართულ ხალხს? რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებიც აი იმ განცდით არიან რომ სასამართლოს წასვლას აზრი არ აქვს?
ძალიან ნათელი არის ჩემი აზრით პასუხი. ეს არის პირველ რიგში მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება. ჩვენ ჭირდება ვიცოდეთ, რომ ხვალ რო ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა და ამის მაგალითები რუსული რეჟიმების ძალიან ბევრი არსებობს, ზეგ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს დააბალანსოს და განეიტრალოს საფრთხეები, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილი გვიყენებს ამ საფრთხებს 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი რო დგას, იმით გვემუქრება, მყისიერად ომი დაიწყებაო არჩევნების დღეს, ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. ამავდროულად, რა თქმა უნდა, აი ამ კაფიო ალტერნატივის პარალელურად მოქალაქეებს უნდა პირდაპირ ვუთხრათ, ჩვენ გამოვდივართ და ვასრულებთ ამ რეჟიმს პირდაპირ გაგებით. რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დახევა აღარ იქნება და შესაბამისად ჩვენ წავალთ იმაზე, რომ გადავტეხთ ამ რეჟიმს სამწუხაროდ ქართველებიც ამ პროცესში მონაწილეობენ, რიგითი სისტემის მსახურები, იქნება ეს მოსამართლეები არ არიან რიგითები, ისინი დანაშაულში მონაწილეობენ, მაგრამ რიგითი პოლიციელები, რიგითი დაუშვათ ამ სამსახურების მონაწილეები, ისინი პაიკებად არიან გამოყენებული რუსების მიერ ამ შემთხვევაში. შესაბამისად ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს ამ პროცესში მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს. სერგო ორჯონიკიძეც იყო ეთნიკურად ქართველი, ქართველების მეშვეობით 70 წელი აქ საოკუპაციო რეჟიმი არსებობდა. შესაბამისად ჩვენ საოკუპაციო რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ და უნდა გავათავისუფლოთ საქართველოს 80%. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა წავიდეთ ზუსტად იმ გზით, რა გზითაც წავიდა მაგალითად ჩვენი მეზობელი სომხეთი 2018 წელს, რომელმაც წარმატებით გაათავისუფლა ქვეყანა რუსული იმპერიისგან, დღეს იქ არის პროდასავლური. რა იყო მათი წარმატების მთავარი საფუძველი? რა გააკეთეს სწორად აი ამ კონკრეტულ მაგალითს. პირველ რიგში ეს იყო ის, რომ ყოველდღიური მთელი დღის განმავლობაში დღისით იყო აქციები, მცდელობები და ქალაქის პარალიზება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი რიტმი ცხოვრების ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ღამით აქციები ჩვეულებრივ რიტმს არ ასრულებენ. რიტმს ასრულებს მთელი დღის განმავლობაში პარალიზება ჩვეულებრივი ცხოვრების, მაგრამ ამავდროულად მკაფიო ხელმძღვანელობა ამ პროცესის იქ იყო ფაშინიანი მისი გუნდი, რომელმაც პირველივე დღეს განაცხადა, იწყება სომეხიერის საერთო სახალხო რევოლუცია, მშვიდობიანი, არა ძალადობრივი. შესაბამისად, ჩვენ ოპოზიციურ ველს ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოვიდნენ, კაფიოდ განაცხადონ, აი მთავრობის შემადგენლობას ჩვენ შევთანხმდით, რომ ბიძინავაშვილი გაიქცევა, აი ეს ხალხი იღებს პასუხისმგებლობას და მშვიდობა შეინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად განაცხადონ, რომ ჩვენ ახლა გამოვდივართ, ვიწყებთ ქართველიერის, ესე იგი, საერთო სახალხო ბრძოლას, რომელიც მშვიდობიანად, არა ძალისმიერად უნდა რევოლუციით დასრულდეს და უნდა საქართველოში რუსული რეჟიმი დასრულდეს, ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება საქართველოში და ამის შედეგად ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ, იმიტომ რომ დღეს ჩრდილოეთ კორეას ვემძალსევთ, ეს არ არის არც პოლიტიკური უკვე შეფასება, ეს წარმოუდგენელი რაც ხუმრობა, ეს წარმოუდგენელი რაღაცა. გიორგი, აქციების აქტიური მონაწილე ხართ და ამ კუთხითაც რო შევაფასოთ, გუშინდელი დღე უმძიმესი იყო მათეს მიმართ რა გადაწყვეტილებაც მოვისმენთ, მაგრამ რა ჩვენა ამის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა, ხო? რა ხდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოება როგორ ავრცელებდა თავის დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ და იგივე ღამის თევით იყვნენ, ხო, ანუ დიდი რაოდენობის აქცია ნახეთ პირველი კორპუსის წინ. აი ამ გულსხმელად მინდა გთხოვოთ თან, აი როცა ამას შეაფასებთ რაც ეხლა გკითხათ იმის კამარობაზეც იმსჯელოთ რამდენად საკმარისია ის სოლიდარობა რაც გუშინ ნახეთ. ხომ არ ფიქრობთ რომ იმაზე მეტია საჭირო ვიდრე ეხლა ვაკეთებთ თუნდაც იმ მაგალითზე რაც თქვენ თქვით რომ პარალიზება, არ ვიცი პროცესების, საერთო ხმა, საერთო პროტესტი ამისთვის რამდენად კმარა ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. რასაც ვაკეთებთ, ის ჩემი აზრით არის ხშირად ენერგიის, ძალიან დიდი ენერგიის არასწორი მიმართულებით დახარჯვა. ღამის თევა შედეგს არ იძლევა. შედეგს იძლევა ის, რომ მთელი დღის განმავლობაში შენ რეალურ საზოგადოებაში შექმნა ის განცდა, რაც იყო გუშინ იმ სასამართლოში. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობს ისე, რომ ვითომ არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. და რატო არის ეს? იმიტომ რომ ოცნების დღეს რუსული რეჟიმი დგას იმაზე, რომ დღისით რომ გახვალ თბილისში და სხვა ქალაქებში ჩვენ ქვეყანაში, ჩვეულებრივი რიტმით გრძელდება ცხოვრება. როგორც კი აი სომხეთში მახსოვს თვენახევრის განმავლობაში, როგორ დაასრულეს უმძიმესი რუსული რეჟიმი 2018-ში. როგორც კი ყოველ დღე მთელი ქალაქი, მთელი ჩვენი ქვეყანა დაინახავს, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება გაჩერდა და აღარ იქნება ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვენ არ დავიხებთ უკან, სანამ არ დავასრულებთ ამ რეჟიმს კონკრეტულად და პირდაპირ ვამბობთ, რომ რეჟიმს დავასრულებთ და ჩვენ გვყავს ალტერნატივა, ამ შემთხვევაში ნათელი იქნება, რომ ბრძოლა გახდება ყოველდღიური და ხალხი გამოვა. ჩვენ არა თუ 200,000 ადამიანის გამოყვანის პრობლემა არ გვაქვს, 800,000 ხმაც მივიღეთ და ეხლა ეს რიცხვები არის წარმოუდგენლად გაზრდილი, იმიტომ რომ
მოქალაქეებმა დაინახეს, რომ არანაირი ღირსებით ევროპისკენ, აგერ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე არის საუბარი. ამავდროულად დიქტატურა მყარდება, შესაბამისად, მოქალაქეები გამოვლენ, მაგრამ თუ შენ იწვევ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც რუსთაველზე არაფერი არ ხდება და არანაირი мотиваცია მას გამოსვლის, თან დაჯარიმების საფრთხის ქვეშ, არ გამოვა. როგორც კი ბრაზი ჩდება საზოგადოებაში და იმედი, იცით, 10 დღე გახსოვთ ამაზე ვსაუბრობდით. 10 დღე რატო იყო ასეთი აქტიური მონაწილეობა დეკემბერში? იმიტომ რომ მოქალაქეებს ჰქონდათ იმედი, რომ აქ სისტემა გადაწყდება და არ შეიძლება ეს იმედი წავართვათ. პირიქით მოქალაქეებს უნდა მივცეთ იმედი, რომ ჩვენ ყოველდღიური ბრძოლით, ყველგან ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ირგვლივ უნდა ეს განწყობა შეცვალოთ, რომ ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ ვართ იმ ვითარებაში ახლა, რომ საქართველო ახლა და არა მერე უნდა დავუბრუნოთ ქართულ ხალხს. რა არის ამის ყველაზე მეტად ხელშემშელი ფაქტორი შინიest? გარდა მაგალითად პოლიტიკური ალტერნატივისა, რაც ცალსახაა და უკვე ამაზე ვისაუბრეთ, პოლიტიკური ალტერნატივის მიღმა რა გგონიათ თავარ ხელშემშელ ფაქტორად, რატომაც აი ამ პროცესების სწორი მართულებით ლიდერობის ნაკლებობა. ნიკოლ ფაშინიანი იქ აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ლიდერი და სამწუხაროდ ასეთ ლიდერს ვერ ხედავთ. მე მოვუწოდებდი ყველაზე ერთ-ერთი ვინც არის აქტიური ამ მიმართულებით ქალბატონი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ ეს როლი კიდევ უფრო იკისროს, ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს და პირიქით მოვუწოდებდი, რომ არ გააკეთონ დესტრუქციული განცხადებები, როგორც არის, რომ შედეგი კარგი იქნება, რომ არ დაიდოს პრაქტიკულად რაც გითხრეს, ხო, გარკვეულწილად. პირიქით ყველა ოპოზიციონერმა ღიად უნდა არ მოერიდოს სიტყვებს და თქვას, რომ ჩვენ რუსულ რეჟიმს დავასრულებთ, ძალიან გამბედავა და ჩვენ გვჭირდება იცით დავინახოთ ვინ არის გამბედავი ლიდერები, ვინც სხვა ქვეყანას უხელმძღვანელებს. ვინ იქნება პირველ ზოლში? ჩვენ აქ გვჭირდება რიგით ჯარისკაცებად, რასაც აკეთებენ და თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა საერთოდ არის ღალატი ამ ვითარებაში. კითხვა მაქვს, აი ჩემი საქმიდან გამომდინარე, რანაირად უნდა გავიდე თვითმმართველობის არჩევნებზე, თუ შენ როგორც ოპოზიციონერი მართველი პარტიის წარმომადგენლებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერ უწოდებ მაგალითად სამშობლოს მოღალატეებს. რას აპირებ? რანაირი არჩევნები უნდა იყოს ეგ? ისინი უსამშობლოს გიწოდებენ და შენ სამშობლოს მოღალატეს გავრილოვის ჩამომყვანს აქ კომუნისტური პარტიის წევრს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ვინც შეაჩერა იმის შემჩერებელს თუ ვერ უწოდებ სამშობლოს მოღალატეს. რანაირი დემოკრატიული ან საარჩევნო პროცესი არის? არჩევნებს უნდა შევეშვათ, ეს არ არის არჩევნები, რაც იქნება. არჩევნები უნდა ჩატარდეს გარდამავალი ხელისუფლების მიერ, როგორც ეს სომხეთში მოხდა და ბარიერი ვერ გადალახეს იმ დროს იქაურმა კოცებმა. 54% ქონდა წინა არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ ქართული ოცნება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გავმართავთ არჩევნებს, როცა გარდამავალი ხელისუფლება იქნება, ბარიერს ვერ გადალახავს. ამისთვის არის ერთადერთი გამოსავალი. ფლეშმობით ვერ ვცვლი ამათ. ძალით უნდა გადატეხო სისტემა სამწუხაროდ იმ ადამიანებთან დაპირისპირებით მათ შორის, ვისაც არ ესმის, ქართველები არიან, მაგრამ არ ესმით, რომ ქართული დროშის უკან რუსეთი დგას ამ შემთხვევაში, იყენებს მათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და უნდა დავუბრუნოთ ქვეყანა, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოდა თავის თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ ეს არის გამოსავალი.